მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს განცხადებით მთავრობისგან საპროტესტო აქციებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლებისა და ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსის შეცვლის დაპირება მიიღო. ამისთან ბერსეს თქმით, პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში. პრესკონფერენციის დასაწყისში ევროპის საბჭოს გენდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩამოსულა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. საქართველოსთვის კრიტიკული დროა. საქართველოს სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვოცხადო საქართველოს და მის მოსახლეობას, განაცხადა ალენ ბერსმა. ასევე როგორც ბერსმა აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ. ის რაც ხდება საქართველოში, მე როგორც გენერალურმა მდივანმა, ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რომ აქ არ ვიყო. არ დავდგე ხალხის გვერდით და მთავარი ამოცანა ჩემი აქ ვიზიტის ყველას რომ შევახსენო არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იქნას გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. რიგი განგაშის სიგნალებისა იქნა გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე მომატებულ საფრთხეს, მათ დაცვის საჭიროებას და ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედია პროფესიონალების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. მეორე, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა შესაბამისი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და მესამე, გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მე მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით. მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ფიზიკური პირების უფლებებს. მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები თვის ბოლომდე გათავისუფლდებიან, თუმცა ეს არ ეხება ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან, წინასწარ პატიმრობაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და ისაუბრა საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტსა და შეხვედრებზე. ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. საქართველოში განმარტეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებული. ეს არის ის განმარტება, რაც მივეცით გენერალურ მდივანს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში, ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი, ესეც განმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ალენ ბერსესთან საუბარი გაიმართა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც და ამ საკითხზე მსჯელობისთვის მზაობა დააფიქსირა. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის, ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული ქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგ ვამბობთ კიდევ ერთხელ მარტივ რამეს. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მსად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის. ჩვენი დამოკიდებულება იქნება კონსტრუქციული, ამის გარანტია შემიძლია მოგცეთ. ღია ვართ ნებისმიერი ფორმატისთვის. ჩვენ არ გაურბივართ არასდროს დისკუსიას, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს მყარი პოზიცია. ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი და არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არავისგან აღიარებულ ხელისუფლებასთან. მით უმეტეს განიხილონ რუსული კანონი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროსაბჭოს როგორც ყველაზე ძველი ევროპული ორგანიზაციის პასუხისმგებლობა და მოვალეობა ხმა ამოიღოს ხალხის მიმართ ძალადობის, მისი ყველა უფლების შეზღუდვის მიმართ. ამ ორგანიზაციას აქვს ერთი პასუხისმგებლობა და მოვალეობა, რომ ხმა ამოიღოს, როცა რომელიმე მის წევრ ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, ანუ ძალადობა ხალხის მიერ, მისი ყველა უფლებების შეზღუდვა და ამის გაპროტესტება, ამისი დაგმობა არის ალბათ პირველი მოვალეობა ასეთი ორგანიზაციის. სამაგიეროდ და მე ძალიან ნათლად ავუხსენი
გენერალ დივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა, არც უფლება არ არის, რომ რაღაც კომისია დანიშნონ ჯერ არ აღიარებული არავისგან ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რა რუსული კანონი. რაღაცას ფორმალურად შევცვლი და ამითი გონიათ, რომ ვიღაცას მოხიბლავენ, შეიძლება ვიღაცა მოხიბლონ, მაგრამ ვერ მოხიბლავენ ამითი ვერც ქართულ ხალხს, ვერც ჩვენ პარტნიორებს, რომელსაც კარგად ესმით დღევანდელი საქართველოს მდგომარეობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახალი წლის დღეების აღნიშვნა იწყება, თუმცა რა ღონისძიებებია დაგეგმილი წინა საახალწლოდ, ოზურგეთში ამაზე მუნიციპალიტეტის მერია კომენტარს არ აკეთებს. როგორც ოზურგეთის მერიის Facebook გვერდიდან გახდა ცნობილი, ხვალ 21 დეკემბერს ოზურგეთში ცენტრალურ მოედანზე საახალწლო აქტივობები 14 საათიდან დაიწყება. აინთება ნაძვის ხე, რომლის დადგმა დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოეწყობა საახალწლო სოფელი, ასევე დაიდგა სცენა, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან და ჯგუფებთან ერთად იმღერებენ დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლები. თბილისიდან ოზურგეთის საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რომელი მომღერალი ან ჯგუფი ჩამოდის, მერიაში აღნიშნულიც არ დაგვიკონკრეტეს და სატელეფონო საუბრისას გვითხრას, რომ საახალწლო ღონისძიების პროგრამა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ჩვენ ისევ ეთერში ვართ და დღეს უკვე ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და უკვე შეიძლება ითქვას სამხალხო აქტივისტი კახი მენაბდე. მოგესალმები კახი, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ეთერში ხარ. მოგესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ასევე მადლობა შენ მოსვლისთვის. უკვე 23 დღე არის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს არა მარტო თბილისში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხო? მაინტერესებს პირადად შენი პოზიცია. რამ განაპირობა ის, რომ ასე აქტიურად ჩაერთე მთელს ამ საპროტესტო მოძრაობაში? იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ვიცი, ესე ძალიან აქტიური სამოქალაქო აქტივიზმით არ გამოირჩეოდი მანამდე, ასრულებდი პროფესიულ მოვალეობას, სამსახურეობრივ მოვალეობას, მაგრამ ბოლო პერიოდი უკვე საჭიროდ ჩათვალე, რომ ინტენსიურად ყოფილიყავ იმ ადამიანების გვერდით, ვინც დღეს ქუჩაში დგას და აქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები. რა არის შენი მთავარი мотиваცია, მთავარი მიზეზები და მთავარი ბრაზი შეიძლება ითქვას? მთავარი мотиваცია პირველ რიგში გამოვარ საკუთარი თავიდან, მინდა უკეთესად ცხოვრება. უკეთესად ცხოვრება მინდა ჩვენს ქვეყანაში და არა ვიღაცის ჭრტილი ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა ის ვინ იქნება, მაგრამ ეხლა ვისაც უნდა ჩვენი დაჭრტილობა, ჭრტილობებით არის პირდაპირ ვთქვა და აი ეგ იყო, რომ მე ვხედავდი, რომ ყოველდღიურად შრომობდი იმისთვის, რომ მეცხოვრა უკეთესად და უცებ მოდის ვიღაცა, რომელიც რა ვიცი, არ აგვირჩევია პირადად მე და საქართველოს ნახევარზე მეც 60%-ს არ აურჩევია და გეუბნება, რომ არა შენი რაღაცა ცხოვრება ყოველდღიურობიდან უნდა შევცვალო, რაღაცა გადავეწყოთ ახალ ბაზარზე და ეს ახალი ბაზარი იყო ჩინეთი და რუსეთი, რომელიც რა ვიცი, ჩემთვის მისაღები არ არის პირადად. და დავანებოთ თავი ხო მოკლედ შეიძლება არ შევეხოთ რუსეთს, ევროპასთან რაღაცას. ანუ უბრალოდ 12 წელი ხო ეს დავრობა უკვე არის ხელისუფლებაში და ვეღარ პასუხობს ქართველი ახალგაზრდები ჩემს მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს უკვე რა და არა მარტო ჩემს მოთხოვნებს ძალიან ბევრი ახალგაზრდის მოთხოვნებს ვერ პასუხობს ძალიან ჩამორჩენილია და ვფიქრობ რომ განახლება ჭირდება და ისედაც ქვეყანას და ანუ ერთი მხრივ მე ვუყურებ რომ ამას დადებითად ვუყურებ მართალია რომ ეხა ეს სემა ტყება და ვიღაცები დაზარალ და მათ შორის შეიძლება მეც ყოფილიყავ იმიტომ რომ იმად გვერდით ვიდექი კარგი ვერ იქნება მაგრამ შეიძლება რომ ამ ეტაპს როდესაც გადავაგვარებთ გვექნება ძალიან დიდი აღმასვლა რა რომელიც ეს რო არ დამდგარიყო ისინი ნელ-ნელა მივყავდით უფსკრულსკე რომ ეს პროტესტი მოქალაქეებს არ ქონდა ერთი ორს ქონდა რომელსაც არავის დიდი სახე ვერ მიეცა ასე რომ ამ ხრივ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება იმას რომ აი ვიღაცა რა ვიცი შენზე ზემოდან იდგეს და რა ვიცი ფაშასავით იყვნენ რა პირდაპირ ვთქვა რა ჩვენ აღარ ვჭირდება იქ დრო წავიდა რომ რაღაცა იყო წინახილების უფლებაში იყო ეხლაც რომ რაღაცა მე ვარ და რაღაცა ზემოდან გიყურებენ სინამდვილეში რა არის რა ანუ ისინი უნდა იმსახურებოდნენ ქართულ ხალხს და ეხა პირიქით არის რა
ჩვენ უნდა ვემსახუროთ მაგათ, მაგათ ეგრე წარმოვიდგენიათ ყოველ შემთხვევაში რა. შენ ფიქრობ, ანუ ვერ პასუხობს მოსახლეობის ინტერესებს ქართული კი ბატონო, ვერ პასუხობს. ყველა ეს პარტია ეხა ვიმაყრო ამ ორმა პარტიამ ზოგადად და ეხა ქართულმა მოსნემა ეს გადაყლება საერთოდ ეს ახალგაზრდებს, აი მაგალითად ჩემ მეგობრებს, ვისაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, არ არსებობს, უნდა არ მიხვიდი ერთ პარტიაში, ან ერთ ფლანგზე, ან მეორე ფლანგზე და თითქმის არ არსებობს ისეთი პარტია, რომელიც პოლარიზებული არის და შენ ინტერესებს გაატარებს. აი მე მაწუხებს თუ აი გურიაში რაც ხდება, ყველასთვის შემაწუხებელი არის. რა ახალგაზრდები მიდის, მეც რაღაცა გამომიშთა შანსი დავბრუნდი და ყველანაირად ვცდილობ რომ აქ დავრჩე და მთავრობა ყველანაირად ხელს მიშლის ამაში რა. რომ იქ სოციუმსაც დავანებოთ ჩემი მეგობრები, ჩემი ბიძაშვილები, მამიდაშვილები, რა ვიცი. 50 ახალგაზრდადან ჩემი ასაკის თაობიდან ნათესავი იქნება მეგობარი კლასელით რომ რაღაცა ვისთან ერთადაც გავიზარდი, არავინ აქეთ არ არის. და ეს დავიჯერო ხა რაც არ უნდა ხოცების საუნჩეველი იყო, ან თუ გინდა ნაცების საუნჩეველი იყო, რა მნიშვნელობა აქვს, როცა რა ვიცი, შოუბელს, ბებიას სახლში არ ყავს შენიანი. დედა ენატრებათ, მამა ენატრებათ, რა ვიცი, და-ძმა გვენატრება, ესე ერთი რეალობა დაგვიდგა და ეს ზოგადად მანამდეც მოაწუხებდა და ალბათ ვერავინ ვერ იტყვის ვერცერთი რაც არ უნდა ხოცი იყოს რომ შვილი არ მენატრება და არ მინდა რომ ახლოს იყოს და აქ შეეძლოს ცხოვრება. მაგრამ არ შეუძლია და ეს რეალობა უნდა შეიცვალოს რა. და ანუ ოსნების დამთავრებასთან ერთად დარწმუნებული ვარ რომ ეს რეალობა შეიცვლება და ისეთი პარტიები ვეღარ გაძლიერდებია და რაღაცა ახალგაზრდებს გვექნება და ექნება შანსი ვინც პოლიტიკაზე სწავლობს, ვინც დაინტერესებულია პოლიტიკით რომ ჩაერთონ და ამ დიდმა პარტიებმა ვერ გადააყლაპოს რა. და გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყვნენ კი, გადაწყვეტილება. შენ ახალგაზრდები ახსენი არაერთხელ, თუმცა ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ აი ამ აქციებზე ახალგაზრდებთან ერთად დგანან უფროსი თაობის წარმომადგენლებიც, ხო? აი როგორია მათი მოსაზრებები, თუნდაც შენ სოციუმში, თუნდაც შენს ირგვლივ? კი ბატონო, ხო, სხვადასხვა სოციუმთან მიწევს შეხება და ნუ განსხვავებული არის, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ ვერ იწვირო ეხლა მარტო ახალგაზრდები დგას აქციაზე. რა ახალგაზრდებმა დავიწყეთ ეს პროტესტი, თავიდან იყო, რა ვიცი, ალბათ შეიძლება 80-ზე, მაგრამ შემდეგ, რა ვიცი, ბებია-ბაბუებიც გამოვიდა მშობლის თაობას, რომ დავანებოთ თავი, რა ვიცი, სახლში რა გამოჩერებოდა და რა ვიცი, იყო 80 წლის ადამიანის მინახავს, 90 წლის ადამიანის მინახავს და რა ვიცი, ეგ ძალიან დასაფასებელია, რომ დაუდგნენ იმ მომავალ თაობას, ვისთვისაც სინამდვილეში ცხოვრება და ეგრე ამბობენ, მარტო რა ვიცი, სადგეგრძელებად არ დარჩა და გვაჩვენეს გვერდში დგომა და ესე ვთქვათ, ზურგის ქარი კი არა, მეტი იყვნენ ისინი ჩვენთვის, ვინც რა ვიცი, ყოველდღიურად გამოდის და აქციაზე თუნდაც 15 წუთი ჩერდება. კი ბატონო. გამოსავალთან დაკავშირებით მაინტერესებს შენი მოსაზრება იმ მოცემულობაში, როცა ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი მხრიდან ყველა გადაწყვეტილება არის სწორი, არ შემოდიან დისკუსიაში ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, არ ჩანს, რომ გათვალისწინებულია დასავლეთის პოზიციები და დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ. და მეორეს მხრივ ადამიანები საპროტესტო აქციებზე დგანან ძალიან ინტენსიურად, ხანგრძლივად და არც ამ მხარეს ჩანს, თქვენს მხარეს, რომ ეს პროტესტი შეიძლება რომ შენელდეს ან შეწყდეს. აი ამ ვითარებაში როგორ ფიქრობ, როგორი მომდევნო თვეები, მომდევნო დღეები გველოდება, როგორ ფიქრობ, როგორია შენი პროგნოზი? ეს არის ჩემი ბოლო. კი ბატონო, ჩემი პროგნოზი არის ესეთი, რომ აი აქამდე თუ მოვიდოდით, მეც მეგონა და ბევრი იყო ისე განწყობილი, რომ აი რაღაცა სამ დღეში ურულები განსაკუთრებით ქარი ხალხი ვართ ისე რომ სამ დღეში გვინდა და ყველაფრის დამთავრება. მაგრამ ეხლა რომ შევაფასე სიტუაცია დავსწრეთ, ვინც თვითონ ეს არის უფრო გრძელვადიანი ბრძოლა. არავის არ ეგონა რომ 23 დღე ეხლა ამდენი ხალხი გამოვიდოდა რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. მაგრამ გამოვიდა რა. არავის არ ეგონათო რაღაცა ბიზნესი დადგებოდა ესე აქტიურად ერთმანეთის გვერდით პირადად არ შემიძლია არ აღნიშნო რომ ეს სხვადასხვა ბიზნესმენებთან მქონია შეხება და რაღაცა ის ჩართული ვარ მაგ სფეროში და ეშინოდათ აზრის დაფიქსირება, მაგრამ ოდესაც ერთად შეიკრიბნენ ერთმანეთს ზურგი მისცეს. აი შედეგი რა არის, ანუ რა ხდება, ყველა იძახის, ეგრე მოიგებს ოსნეო, ვერ მოიგებს, აი TBC ბანკი და საქართველოს ბანკი თუ ეხა ერთი თვის წინ ვიღაცას რო ეთქვა აქციებისთვის 5 მილიონს გამოყოფთაო ხო არავინ არ დაიჯერებდა, სასაცილოთაც არ ეყოფოდა, მაგრამ მივედით ამ ზომაზე. მაგრამ ეგ არ არის საკმარისი ეხა კი, მადლობა, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ რა. ეხა ბევრი კრიტიკაც მოყვა TBC და საქართველოს სამსახიობებს, ანუ უფრო მეტი ეკუთვნისო და ბევრი ისა ქებაც რა. ანუ მე რაღაცა არ ძალიან ვაქები და არ ძალიან ვადიდებ რა. ანუ პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ ვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა. თუ ისინი არ დაგვიდგებენ ეხა გვერდით, ჩვენი ვართ ის და ის ბიზნესები და ის ადამიანები, რომლებიც დოვლას ქმნით, ვიხდით ძალიან დიდ გადასახადებს, ძალიან ბევრი სესხი, ძალიან ბევრი ვალდებულებები.
ჩვენ თუ ამას გადავწყვეტ რომ მოდი არ გადავიხადოთ ეს ბანკები ჩამოიშლება და რა სიზამს ოცნება დარჩება გზა რომ შემოიყვანოს რუსული და ჩინური ბანკები და всё ანუ TBC და საქართველოს დაიხუროს კუს ასე რომ რაღაცა ერთმანეთი გვჭირდება ჩვენ ვფიქრობ რომ თუნდაც ბიზნესის განცხადებებში გარდა იმისა რომ ისინი ამბობენ რომ დგანან დემოკრატიის მხარეს და გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი არჩევნების მხარეს ფიქრობ რომ ამაში არის რაციონალური მიზეზებიც თუნდაც ბიზნესებისთვის მომავალი საფრთხეების კონტექსტში კი ეხლა პირდაპირ თქვა ეხლა მე კაი ტიპი ვარ და რაღაც ბიზნესი მაქვს სიტყვაზე ბიზნესმენი ხარ და მე კაი ტიპი ვარ და იმიტომ ვდგავარ მარტო იმის გვერდით რა ქვია ხალხის გვერდით ეგ არ არის რა მარტო კაი ტიპობა არ შველის მაგას აი ცუდი ტიპიც რო იყო ამის ხედავენ საფრთხეებს საფრთხეებს ხედავენ რომ ეს რაღაცა გადაწყობა და ხო ისა ბიზნესი აღარ გაკეთდება რა იქნება ფულის კეთება ფული რუსეთშიც კეთდება მაგრამ ბიზნესი არ კეთდება რუსეთში რა ანუ ბიზნესის კეთება არის უფრო დიდი რამე და მასშტაბური რაღაცა არის და რაღაცა ისინი მუშაობს ინსტიტუტები და ახლა როცა ეგ არ გექნება ქვეყანაში რაღაცა შეიძლება ახალ რეალობას ვერც მოერგო რა იმიტომ რომ რა ვიცი არც ერთ რუს ოლიგარქს არ გადააქვს რა ვიცი ძალიან იშვიათია მაგის მაგალითი რომ ნახო რომ ევროპაში დაიწყოს ბიზნესი რა მაინც ირჩევიან კი თავიანთი შვილები ცოლები რაღაცა კი ევროპაში ცხოვრობენ სწავლობენ მაგრამ ხო იმიტომ რომ ხო იმათი მოთხოვნები სხვაა და იმათი წესჩვეულებები სხვა არის ბიზნესის რა და მე მგონია რომ ერთად გომით რაღაცა ახალ ეტაპზე გადავალთ ანუ ეხლა რა ვიცი ეს ბიზნესები დღეს თავდება მგონი რეგისტრაცია ძალიან ბევრი ბიზნესია ვინც არ გამოხატავს იმასაც დარწმუნებული ვარ რომ ბოიკოტს გამოუცხადეს ქართული საზოგადოება და მეც პირად რომ აღარ მოვიხმარ ის პროდუქციას კი ბატონო რა იმიტომ რომ ხო მე თუ არ დამიდგა გვერდით მეც არ დაუდგები გვერდით რა რაღაცა ერთ ბრძოლაში ვართ ეხლა და რა ვიცი რა ძალიან დიდი საფრთხე ჩანს მეორე მხარეს აი წარმოიდგინეთ რომ აი ქართულმა უცნებამ გაიმარჯვოს და აი ვიღაცამ დაწერა აი შეიძლება შობელი მერიაში მუშაობს ან რაღაცა სახელმწიფო სამსახურში და შვილი არ ემორჩილება რა დაწერა სტატუსი და დაიჭირეს მაგის გამო აი ესეთი რეალობის წინაშე დავდგებით რომ Facebook-ზე აცრს ვეღარ გამოხატავ და რა ვიცი ძალიან ბევრი ნაცნობი და მეგობარი ხდებოდა იქ ვისი მშობლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურში და მისი შვილები აქციაზე იდგნენ მშობლებმაც არ იცოდეს ისე და აი პირდაპირ გეტყვით რომ აი Instagram-ზე დებდნენ სტორიებს და არა Facebook-ზე რომ რაღაცა ეს მშობლები იყვნენ რაღაცა შეშინებული რომ აი მე სამსახურს დავგარდავთ რა მაგრამ მისი შვილები უფრო დიდ საფრთხეს ხედავენ და აი ამაში ვხედავ პროგრესს რომ აი მიხარია ყველა ის ადამიანი ვინც რა ვიცი თავის მშობლის მიუხედავად რაღაცა იდგას და თავის სიტყვას ამბობს რა. და შესაბამისად ოპტიმისტურად ხარ განწყობილი მთელი ამ პროცესების. კი ბატონო, კი ეს რაღაცა გამოიხატება კერძო სექტორის მხრიდანაც, ხალხის მხრიდანაც, რომ არ ვიღლებით, რაღაცა არის ის რომ ახალ წელს იქ შევხვდეთ ერთად და აი რეგიონებშიც რო გრძელდება რა, აი მაგასთან დაკავშირებით მინდა რომ აი თბილისში ისედაც ძლიერი კერა არის რა და მინდა რომ ეს რაღაცა რეგიონალური საინტერესო რამდენად ფიქრობ რომ ეს დეცენტრალიზაცია აი ამ აქციების რეგიონებში მნიშვნელოვანი ფაქტორია მთელი ამ პროცესის. კი, მნიშვნელოვანია, კი, ორი ფაქტორი არის, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მაგას გამოყოფდი. ერთი რომ მთელი sapoliciო ძალების გადასროლა არ მოხდეს იქ რა ქვია. თავარტერაში. და მეორე ახლა ჩემი სამშობლო პირველ რიგში რაღაცა ის ადრეც მithქონდა, ეხლა ვიტყვი იწყება ჩემი ოზურგეთიდან რა. ანუ ეს არის ჩემი საქართველო და მე სხვა დანარჩენი რა. ხო და აქაც გამოვდივართ, გამოვხატავთ პროტესტს და мотиваციას ვაძლევთ აქაურებს რომ აი მარტო არ ხარ რა, ვიღაცას გონია რომ მარტო თბილისში ცხოვრობენ, ისინი ასე მთავრობა რომ და არა, აქაც ვცხოვრობთ და რა ვიცი მე მოუწოდებ რომ დეცენტრალიზაციისთვის ეს ცნობილი სახეები რა დავანებოთ თავი იმას რა ქვია პოლიტიკოს. ნუ მე თუ მკითხავ პოლიტიკოსებს ვისაც სიტყვა ეთქმის და რაღაცა ხალხის ხარდაჭერა აქვს გარკვეულ რეგიონებში, იქ უნდა ჩავიდნენ და ეს ადგილობრივი ისინი გააძლიერონ. რა ვიცი, იქნება დავანებოთ თავი იმას პატარა ქალაქის ბათუმში ჩავიდნენ, ქუთაისში ჩავიდნენ, ზუგდიდში ჩავიდნენ და რა შეეხება ამ გურიაშიც უნდა ჩამოვიდნენ მაგალითად, რა ვიცი, დავით გოგიჩაიშვილი, რომელიც გურულების მარჯვე იყო აქციებზე ხშირად შემოხვედრია, ანუ კარგი რეპუტაცია აქვს, არაძოს არ ყოფილა პოლიტიკით ანგაჟირებული, ჩამოვიდეს და რა ვიცი, ლანჩხუთში რო იყო, ჩოხატაურში, ოზურგეთში, დადგეს მეტ ადამიანს მიწევს мотиваციას, რომ მეტი გამოვიდეს და არ შეეშინდეს. ის რა ქვია საკუთარი აზრის დაფიქსირების და აი ესეთი ადამიანები არიან რა ვისაც კარგი წარსული აქვს, არაპოლიტიკური წარსული აქვს და რა ვიცი მოუწოდებ იმ ხალხს რომ თავის რეგიონებში, თავის სოფლებში, თავის კუთხეებში ჩავიდნენ და იმ ხალხს გვერდით დაუდგნენ და დარწმუნებული ვარ. კი, გააძლიერონ ხო, ეხლა რა ვიცი მე რომ დავით გოგიჩაიშვილი ვნახო ლანჩხუთში, აი ავდგები და ოზურგეთიდან წავალ და შევუერთდები, იმიტომ რომ პატივისცემ რაღაცა კარგი ადამიანი, კარგი სპეციალისტია ესე ვიტყვი რა ხა. და არიან ბევრი პატივისცემს ხო რა. შეიძლება კარგი ადამიანის არის ალბათ, მე არ ვიცნობ ესე პირადად ახლოს, ნუ და აქედან გამომდინარე ვერ შევაფასებ, მაგრამ ნუ რასაც აკეთებს იმ საქმეს სემპათიის რა. რა ვიცი ეს ნანკა კალატოზიშვილი თუნდაც ახლა რა ვიცი იყო ჩვეულებრივი ჩემთვის მსახიობი აქამდე. ეხლა მსახიობზე მეტი არის უკვე რომ იქ
ყოველ დღე ჩემს გვერდით იდგა და ქართული ხალხის გვერდით იდგა და როგორც მე ვაპროტესტებდი, ისე აპროტესტებდა ისიც და არ იღლებოდა რაღაცა, არ მწამს იმის რომ ეხლა მე ყველამ თავისი საქმე აკეთებს. მე ჩემი საქმე მქონდა, გადასარევად გზნობდი თავს, მუშაობდი, რაღაცა ჩემი წამოწყებებიც მაქვს და მოკლედ ის არის, რა ქვია, კარგად მიდიოდა და შემეძლო ჩემი საქმით, რავი, ვიღაცა მენეჯერია, ვიღაცა იურისტია, ვიღაცა მსახიობია და რაღაცა ეგრე ყველამ თავისი საქმე აკეთებს. ეხლა არის ყველა საქმე არის ქვეყნის დაცვა და როდესაც ქვეყანას დავიცავთ, რაღაცა დემოკრატია. ხო, მე დაუბრუნდები და ჩვენ საქმეებს გავაკეთებთ და აი უფრო კარგად გავაკეთებთ. ეგ არის რომ რაღაცა გზები გაგვიხსნება და ეს რაღაცა ბიუროკრატიები და რაღაცა მთავრობასთან თუ არ დაალაგე ისე რომ ხელს ვერ გაანძრევან ქვეყანაში, ეგ ყველა მიცის რომ ეგრე არის და ეგ უპირატესობებიც აიშლება რა ვიღაცებს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოსვლისთვის. მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენ საუბრობთ კახი მენაბძესთან ერთად. ის გახლავთ ძალიან აქტიური და ინტენსიური მონაწილე როგორც თბილისის საპროტესტო აქციების, ასევე გურიაში გამართული საპროტესტო აქციების წარმატებებს გისურვებ და მაყურებელს ვეტყვი რომ ახლა ჩვენს ეთერში სტუდია ვაშინგტონის დროა. დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს ეკონომიკაზე ფოკუსი მის გამარჯვების სიტყვაშიც აისახა. არ მოვისვენებ, სანამ არ მივახცევ ძლიერ უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ ემსახურებთ. რაც შეეხება ეკონომიკას, კირზინგერის თქმით, ტრამპი უფრო მეტმა ადამიანმა ამის გამო აირჩია. როდესაც ამდენი ამომრჩეველი ყურადღებას ეკონომიკაზე ამახვილებს, Associated Press-ის ვოუდკასტმა აღმოაჩინა, რომ ამომრჩეველთა რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ მათი საოჯახო ფინანსები შემცირდა, 4 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა. ეს მძლავრი გზავნილია ამომრჩევლისგან, რომელიც წაგებულმა მხარემაც გარკვევით გაიგონა. მათ სურთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ მნიშვნელოვან საკითხებზე და გავერთიანდეთ, რათა გულმოდგინედ მომუშავე ამერიკელი გადასახადის გადამხდელების პრობლემები მოვაგვაროთ. დავიწყოთ იმით, რომ შევუმციროთ ხარჯები უბრალო ამერიკელებს, რომლებიც ხელფასიდან ხელფასამდე გაჭირვებით ცხოვრობენ. ნიუ-მექსიკოელი ჯუდი ევანსი ამბობს, რომ ტრამპი აირჩია, რადგან სამომხმარებლო პროდუქტზე ფასები ძალიან მაღალია. ინფლაციამ ჩემზე ნამდვილად იმოქმედა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სურსათზე ხარჯები გამიორმაგდა. ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური ხარჯებიც საკმაოდ გაიზარდა. აარონ ანდერსონი კი ჩრდილოეთ კაროლინადანაა და ამბობს, რომ მოსწონს ის, რაც ეკონომიკის კუთხით დონალდ ტრამპმა გააკეთა. ტრამპი ამას ჩვენთვის გამოასწორებს. ადრე, როცა ის იყო ხელისუფლებაში, საქმე კარგად მიდიოდა და ეკონომიკას ახლაც სწორ გზაზე დააყენებს. ამომრჩეველი ჩარლზ ბუდრე ახალი ადმინისტრაციისგან სწრაფ მოქმედებას ელის. მათ ნაკლები რეგულაციები ექნებათ. ისინი კონკრეტულ სფეროებში მეტს დახარჯავენ. ადამიანებს მეტი ფული ექნებათ და იმ კონკრეტულ სფეროებში მეტ ფულს დახარჯავენ. ბენზინის ფასი ფინანსების პროფესორი მაიკლ ვებერი ამბობს, რომ შესაძლოა ამერიკელმა მომხმარებლებმა სწრაფი ცვლილება ვერ ნახონ. საბოლოოდ პრეზიდენტს დროის მოკლე მონაკვეთში, იმის და მიუხედავად თუ თეთრ სახლში ვინ იქნება, ძალიან მოკლე პერიოდის განმავლობაში ეკონომიკურ პოლიტიკაზე ძალიან მცირე გავლენა ექნება. ამასთან კონკრეტულად სურსათის ფასებზე მაღაზიების თაროებზე, რის წინაშეც ყოველდღიურად ვართ. ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკა მოიცავს მეტ ნავთობის ჭაბურღილებს, დაბალ გადასახადებს და იმპორტზე მეტ ტარიფს, რაც ეკონომისტთა უმეტესობის აზრით ამერიკელი მომხმარებლებისთვის ფასებს გაზრდის. ეს გახლავთ დღეისთვის ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.